სალამი ყველას. დღეს არის დღე, როცა მივდივარ ალექსანდრიაში. რამდენიმე დღის წინ პაპში გავიცანი შვეიცარიელი არტისტი, რომელმაც სადაც აღმოჩნდა, რომ თურმე 8-ში მივდივართ, ანუ ერთდროულად მივდივართ ალექსანდრიაში და მითხრა, რომ აი მანქანა მყავს და შემილია, რომ ერთად წავიდეთო და გუშინ დავაზუსტეთ დეტალები, მოკლედ ეხა რამდენიმე წუთში უნდა გავიდე, მივაკითხო სასტუმროსთან და მერე წავიდეთ ალექსანდრიაში და იქ ძალიან ბევრი საინტერესო ამბები გველოდება. ჩემი მონახაზი მაქვს რა უნდა ვნახო, მაგრამ ეს მონახაზი როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე არ ამართლებს ისე როგორც საჭიროა. ძალიან მომენატრება კაირო და ის იქნება ადგილი, სადაც აუცილებლად დავბრუნდები. ალექსანდრიის მერე უკვე ჩამოვალ აქ და აქედან გამოფრინდები თბილისში, ასე რომ წინაა ყველაფერი და წავიდეთ. I mowida, sheriffy. There is a new sheriff in town. Another one. There is another one? Yes. Hello. Hello from Georgia. Hello. George? Yes. Yes. George. Yes. My name is George and I'm from Georgia. George from Georgia. Nice to meet you. Yes. მოკლედ აი შერიფი ჩვენი მეგობარი ეხა მოვიდა უსწრაფესად, სუპერ ოპერატიულად და რა ვიცი, ავიდებ ეხა ამ პარკს და ვნახოთ როგორი არჩევანი გავაკეთეთ. ჩემი აზრით ძალიან კაი და მე გეტყვით იმ აქსიომატურ ჭეშმარიტებებს, რასაც ვიყენებ ხოლმე ძირითად შემთხვევაში მაგისტრის რა რომ სწორად შევარჩიო რაც ძალიან გამომდის ეს არის აგერ Airbnb-ზე პოვნა ყველაზე კაი ბინების $20 შვენიერი არჩევანი არის ჩემი აზრით. ერთი დიდი მისაღები ოთახი. აქეთ აბაზანა. აქეთ ერთი საძინებელი. ეს თავისთვის ჩაკეტილი აქ რაღაცეები მაქვს ჩემი პირადი ნიმფებიო და ეს მეორე საძინებელი. მოკლედ შვენიერი ადგილია, ძალიან სისუფთავია, შვენიერი ჰოსტი იყო, ჩვენი შერიფი. მაგრამ მეორე შერიფი რო არის ალექსანდრიაში ეგეც უთხარი. და ეგეთი ამბავია რა და რაც დამავიწყდა მთავარი აგერ ჩვენი აივანი და აქეთ ხედი. რომელიც რევოლუციამდე პერიოდში როგორც მითხრა თურმე აქედან ჩანდა ზღვა 2011 წლამდე. ამის მერე ძალიან ნაცნობი სცენარი მომიყვა. მერე წავიდა უკანონო მშენებლობები. აქ რაღაცა განსაზღვრული არის კოეფიციენტი თურმე და 11 სართულის მაღლა არ შეიძლებოდა არანაირი მშენებლობები იმისთვის რომ დაცული ყოფილიყო და ხედი ყოფილიყო ხმელთაშუა ზღვაზე, მაგრამ სამწუხაროდ რაღაცა უკანონო მშენებლობებმა სამწუხაროდ აქამდე მიგვიყვანა, მაგრამ არა უშავს. ჩვენთვის ძალიან ნაცნობი სცენარი არის ეგ ყველაფერი. კაიროსთან შედარებით ცოტა გრილა და ნუ ბუნებრივი არის ეგ ამბავი რატოც გრილა. ხმელთაშუა ზღვიდან შემოჭრილი ჰაერი თავისას შვება. ცოტა ოდნავ ხარიც არის და ერთ-ერთი რა დისკომფორტიც მაქვს არის ის რომ მგონია რომ რაღაცა ხმის ხარვეზი ექნება. იმედია არ ექნება. შვენიერი ქალაქია პირველი შეხედვით. აი ხა მივდივარ უჭამო. თორე აზრი არა გამოცვლილი მაქვს თავიდან ბოლომდე ენერგიები. გაუმარჯოს შუქნიშნებს ალექსანდრიაში და არა ქაოტურ გადასვლებს ერთი ადგილიდან მეორეზე. ნუ რა შედარებაა ეხლა კაიროს 23 მილიონიან ქალაქთან შედარებით, ნუ აი წარმოდგენაც არ მინდა რამდენად სიმშვიდე არის და რაღაცა ის ენერგეტიკა, ეს ქაოტური ენერგეტიკა არ არის. რა თქმა უნდა, ეხლა კაირო მაგის გარეშე არ არსებობს და აზრი არა აქვს და კაიროს მთელი მუღამი ეგ არის, მაგრამ მაინც აი ეხლა ინფო წვანე ამას უყურეთ. ესე იგი ნიუ-იორკ ტაქსის ხოდი აქვს ამ ლადებს და ერთი უნდა დავტესტო, მე აუცილებლად და ვნახო ბაბუა ჩემის ხოძე არის შესტოვები თუ ვერ არის ეგეთი შენახული და მოვლილი. ნუ აი ეს სიმრავლე ხა ამ შესტოვების და ლადების ზოგადად კი ვიცით რითიც არის განპირობებული რომ იმ დროს როცა ეგვიპტესა და საბჭოთა კავშირს შორის იყო ძალიან ისეთი ახლო ურთიერთობები, მაგ დროს ძალიან დიდი რაოდენობით ლადას ფირმის მანქანები შემოვიდა ეგვიპტეში და მაგის მერე წლები გავიდა და ნუ ეხა ვიცით ლადას ლეგენდარული გამძლეობის შესახებ, ხო? ანუ თავიდან მე როგორც ვიცი ისტორია არის ის რომ Fiat-ისგან ისესხეს რაღაცეები, ტექნოლოგიები როგორ უნდა აეწყოთ და
მერე უკვე მოარგეს თავიდან ბოლომდე ამ რუსულ კლიმატს და შესაბამისად შემთხვევითი არ არის რომ 40 და 50 წლის შემდგომაც იგივე მანქანები დადიან კუჩებში, იმიტომ რომ გამძლეობის თვალსაზრისით და შეკეთებაც ალბათ იაფი არის და რაღაცა ეს კუსტარული საშუალებებით კუსტარული ადგილები აქვს მოწყობილი, სადაც შეიძლება რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს. ასე რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე, აი ესეთ ფერებში თქვენ ნახავთ ლადას ფირმის ტაქსებს. ძალიან გთხოვთ ალექსანდრიის ხათრით დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ეგეთა მოტორს. ხო და ძალიან გთხოვთ რომ დაალაიქოთ არხი და გამოიწეროთ და პირდებით უამრავ სიახლეებს. სანაპიროზე რომ მივალ, მე ცოტა ვილაპარაკოთ ამ ქალაქზე, ამ ქალაქის ისტორიაზე. რაღაცა დიადი ფეხბურთი არის. გოლი გავიდა, იმიტომ რომ ყველა აქტოვანებით უყურებს. აბა, მითხოთ. Salam alaikum. Who is playing? ولكن منسي على طول الخبرة يستغل الغلطة وعلى طول يطلع من قدام الهادي السليمان. هذا على طول ربيعة رجعها ورا وادي الاستلام من الهادي السليمان صاحب الخبرة الكبيرة 40 سنة عمر الهادي السليمان. عاوز يعلم المنسي ولكن ناصر منسي يقول له لا تعقدوا لي يا استمشي ناصر منسي غلطة كبيرة وقطة حلوة من منسي عشان يسجل الآن نادي الزمالك الهدف الأول، هدف التقدم البدري المبكر جدا. ამნაირად მნიშვნელოვანი ხალხი გავხდებით. ეხლა წარმოიდგინეთ ეგვიპტელებისთვის, როცა ამათი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი და არ ვიცი ალბათ სტატუსის თვალსაზრისით, ყველაზე მეტად ვინც უყვართ და ვისაც პატივს სემენ ლივერპულში მამარდა გადადის, სადაც გახდებიან გუნდელები და მერე ნახეთ თქვენ ეგვიპტე საქართველოს ურთიერთობების ახალი ეტაპი. აი ეს ხმა იმენა მგონია რომ ამ ხმას ეხა ეს დაყვირება რო არის. მგონია რომ ყველას ერთი და იგივე ტიპი იძახის რა, კაიროშიც და აქაც და ყველგან სადაც ყოფილა. ძალიან გადაობა არის, ანუ აბსოლუტურად ერთი და იგივე ტონალობაში ამბობენ რა. აბსოლუტურად. და აი, მოვძებნი ეხა ამ ადგილს და რა ვიცი, ჩაგერთვებით იქედან. Salam alaikum. Do we have a place for one person? 1 minute please. Okay, I'm waiting. Hi, დაველოდოთ და ვნახოთ. From Georgia. ამას შეხედე როგორ მაწამებ. What is the name of that? The Alexandrian liver, right? Okay. Okay. Thank you. ასე ხარ? აგემრიელად გამოიყურება, აი. ყველას შევჭამდი ვაფშე. بحرينك مليان اشرب على قد ما تقدر اشرب حبة كمان. მედი არ ამ ეფექტაში არ გავუჩნდა. Okay. Thank you. Who you are, guys? What is that? Graduation project. I thought that there was yeah. like some graduation project there. Can you support us? Can we record a video that you say I support Kemet? I don't know what Kemet means, so I need some research. It's يعني it's أنا مش عارفة. لا أنا قلت له مشروع تخرج مش عارفة أقول له إن هي الأرض السوداء. რაღაცა სყარდაჭერას თხოვენ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რა არის ეს. Kemet is an old word in Egyptian. What it means? Black It means country. black land. Black land. Black land. Okay. And what's your organization is doing here? Organization. Can you translate in English? He said can you follow him on Instagram? Sure, but I'm not such a famous in that time. Are you We are YouTuber or something? I will make videos. Yeah. And my starting project is from Egypt, and then I'm going to travel around. Yeah, From it's my where? first time. I'm from Georgia. Georgia. Yes, yes. Thank you. Okay, can Oh,
What's your organization is doing? Can you explain once more? We make a graduation project for our graduation year. We chosen this topic to talk about Egypt and supporting visiting interior. Yeah, and who is funding you? Your organization. Who is paying the money? We are paying. With your own? Yes. Ესე აი მენიუ გამოიყურება ესე. ორი ოპშენი აქვს სულ. ძალიან ბევრს არ გაწვალებენ, რომ ფიქრით არ გადაიხალა. ერთი, მეორე. ორივე არის ესე იგი ალექსანდრიული ლივერი. ხო და ეხა შევუკვეთე აი ეს. და ვნახოთ. Okay? Thank you, sir. What's your name? I'm from Georgia. Yep. Thank you, sir. Yes. Yes. But I will be YouTuber. It's my first project. I hope you will. Okay. Inshallah, right? Welcome to Capital Fallah. Okay. We hope you enjoy your meal. Do you need anything from us? No, so many thanks. I'm just waiting for my order. Okay. Yes. Nice to meet you, bro. Nice to meet you too. What's your name? Mustafa. Mustafa. My name is George. Welcome, George. მაგალითად აი ესე მოვიდა მენეჯერი დამხედა რამე ხო არ გჭირდებაო იგი ეგიო და George from Georgia-ზე კი გითხარით რაც ხდება და აჰა ეგ არის შუკრან ვიდა მონტაელისი მეტროდელისი დავაი არჩე ეს მაგიდის მოძრაობა ხო ისე არის სიგიჟე დავაი ჩაწურული ლიმით აბაბაბ ეს კურკები არ უნდა ეს მაინტერესებს რამდენიც ხარი იქნება. You can sit. Yep. დავაი. დავანახოთ. სიგიჟე. დაუჯერებელია ხალხო. აუ აი, ესე გამოიყურება. გინდება ეს ციტაკა გავუსინჯოთ. ამდენი არ უნდა ჩამეკბიჩა. Salam alaikum. Hi, you fine? You good? Where you Yeah, from Georgia. come from? Georgia, welcome home. What's your name? Thank you. George. George, my name is Antonio Banderas. Antonio Banderas. Where is your horse? Me, Where is your horse? horse not Horse. here. Where? From there. Can you Come make like down. shh and Like you will this. come? No. No. You broke my heart so much. You Where is know. your mask? No, I have a mask now. But how For you? my home. Yes. For my home, for my fucking You mask. stayed it Yeah. there. And where is your sword? Don't have. You don't scared? Don't have. But I have some else for you. You wanna see? What? Come. What do you have? I make you happy. What is that? This is some Egyptian. Okay. Try one. Try one. Try. No. How much? First of all, how No much? problem, no problem. This is free. No. How much? Free. Free? Okay. If you wanna make boxes like this, I make you happy. Some Egyptian. ლობიო არის Yeah. მარილში და Yeah, try this also. If you wanna make one mix, I make it. No. Yeah. Thank you. It's too salt. Yeah. Too much salt. Yeah, you know. Yep. But this is because make you know here. It's good. Yeah, it's good. I make one for good price. No. Small one, same like this. Thank you. It's very salty for me. Broke my heart. It's too hot. I have a son not so hot. But you are Antonio Banderas and no one can broke your heart. Shukran. Have a good day. Habibi. Bye-bye. Antonio Banderasმა ისეთი მარილიანი ლობიოდა. სიმინდის მარცვალი მაჭამა რო. გონი პროსტა იქ ჩაალბო. ამოიღო. მოკლედ დღევანდელი კასეირნების დასასრული ტრადიციულად დავაგვირგვინოთ სკუტერის გამოძახებით და სახლში ისე დაბრუნებით. შვენიერი ამინდია და არც თუ ისე დისკომფორტი იქნება, რომ გზაში რამე ისეთი პრობლემა შეიქმნას და დაველოდოთ ველოდები. ეხა მოვა 6 წუთში ჩვენი ძმა, რომელსაც აი პროსტა უყურეთ. არ ვიცი ჩანს თუ არა. 11151 ტრიფი აქვს გაკეთებული. გადატენილია
სანაპირო და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველდღე ხდება ეს ამბავი. კაიროსგან განსხვავებით ხალხს ივცეები აქ რა სოციალიზაციისთვის შეხვიდე, დაჭდე, დაელაპარაკო. გაცილებით უფრო მწვანეა ეხლა ბუნებრივი მიზეზებიდან გამომდინარე. მაგე ვიღაცა ბავშვი საფნის ბუშტებსაც უშვებს. მაგერ ჩემი კონვერტერი მაქვს. პროსტა შეგახედებთ დაახლოებით ფასების ამბავი როგორია. Yes. Apek? Okay. ნახე როგორი წესი ყოფილა. შუკრან. მოკლედ პლომბი დაადო, რამე არ გამეწია. ამოი ყოველდღიური ისეთი აგერძმაოს ზეთის ფასი გავიგოთ. ამას უყურეთ ხალხი. 52 ფაუნდი. თანცკა 52 დოლარი. აგერ ამდელი ლიტრიანი არ ვიცი 5 თუ 7 თუ 6 274 $5 და 56 ცენტი. Yes sir. Video? Yep. Making YouTube and is telling the prices that Egypt is very cheap. It's just for content. صور بس يعني صور بس انما فيديو نو فيديو يعني صور بس. Okay, I will take photos on. Okay, thank you. აი რა თქმა უნდა არ გავითვალისწინებ ხე ამ რჩევას და ამას შეხედეთ ხალხი. მაკარონი. 24. აჰა. ლარიოც. მაგარი სიაფი. ნამეტანი სიაფი. აჰა, აგერი. კეჩუპის соуსი რაღაცა. 20. ლარიოც. ის არ არის, ის ტიპი არ არის, ვიღაც ტიკტოკერი რო არის, ჩენტეზა. ეხლა ვაკეთებ და ეგეთ კონტენტს რო ითვლი და რაღაცებს. ჩაიც ანია. Excuse me. ეს კაფე კლასი. 228. 115. ეს ნორმ რა. ხორცი ძალიან სუდღეში არის ჩამოკიდებული. ეს მენეჯერი ძალიან დამყვება. ეხლა ნელ-ნელა უკვე თავაზიანობა მოუდიდან სხვანაირ მოუდზე გადავიდა. 79 ცენტი. 79 ჩენტეზი. ხვალინდელი სნექი და 3 წყალი. რაც თავარია ბარათით გადახდასაც მოვახერხებ, იმიტომ რომ ჩანთა არის დაპლომბილი. Watch, 92 და card. Open the gate. ავედი. აბაჰე, ხვალამდე. რა უნდა გააკეთო პირველი თუ ალექსანდრიაში ჩამოხვა? რა თქმა უნდა მოხვიდე და ნახო ალექსანდრიის ბიბლიოთეკა. აი ესე გამოიყურება ჩვენი საგანმანათლებლო უფასო სივრცე, რომელიც ნუ ტურისტებისთვის არ არის უფასო. ან დაახლოებით $2 ღირს აქ შემოსვლა და ულიმიტოდ სარგებლობა იმ რესურსებზე, რაც აქ თავმოყრილი არის. როგორც აქ ადგილობრივებმა ამიხსნეს, დაახლოებით 1.5 მილიონი წიგნი არის დაცული, უნიკალური ხელნაწერები და ასე შემდეგ. განსაკუთრებული არის ის ამბავი, რომ ამ ცენტრში მდებარეობს ელექტრონული წიგნების უზარმაზარი მასალაც, რაც ასევე ყველა ადამიანისთვის არის ხელმისაწვდომი. ოღონდ გაითვალისწინეთ ის ამბავი, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკა 2002 წელს აღადგინეს არა, თავიდან ააშენეს და არც იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ძველი ალექსანდრიის ბიბლიოთეკა მდებარეობდა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდგომ თქვენ იცით, რომ 4 ნაწილად დაიშალა
თქვენიც რო 4 ნაწილად დაიშალა ეს იმპერია და შესაბამისად ტოლემეებს ერგოთ, მოკლედ ეგვიპტეზე ეგვიპტის მართვა. და შესაბამისად ტოლემების დინასტიის დროს აშენდა პირველად ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომელიც იყო იმდროინდელი კულტურული ჰაბი, საგანმანათლებლო ჰაბი. ჩამოდიოდნენ მსოფლიოში ძალიან ცნობილი მოაზროვნეები და მოკლედ დიდი საგანმანათლებლო პროცესი მიმდინარეობდა. Open this catalog from any place from the website. Okay. Okay. So this is the first one and the second one here. ეხლა მოვედი reception-ში და აგერ ძალიან საყვარელი თანამშრომელია, რომელსაც ვკითხე რომ შეემოწმებინა ქართულად რა გქონდა. I'm sorry, not this. I'm sorry. Okay. Okay. ქართულად რა გქონდა და მოკლედ აღმოჩნდა რომ მხოლოდ 3 წიგნი არის. თქვენ წარმოგიდგენიათ? 3 წიგნი რანაირად უნდა იყოს? ვეფხისტყაოსანი რანაირად არ უნდა იყოს, ბიჭო? რა ვიცი. ძალიან შემომეყარა ეხა გულზე და კულტურის სამინისტრო მოგიწოდებთ გამოაგზავნოთ 500 წიგნი ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში. No, I ქართველი რო შემოვა რაღაცა ისი ამაყის განცდა ქონდეს. Each floor you find our colleagues at the end of the floor on the left. Okay. Can help Where's the you. F1? F1, Upstairs? one level up. One level up. Okay. Okay. ამიქით უნდა იყოს. აი 957. ოპა. ბატონო ედუარდ, ეს ჯერ არ გვინდა. აი ვიპოვეთ. აი ძალიან სიამაყი შეგრძნებაა რა, რომ შემოდიხარ და 1.5 მილიონ წიგნში. ქართული ლიტერატურაც გვხვდება, მაგრამ რა არის ეს? ვეფხისტყაოსანი რანაირად შეიძლება რომ არ იყოს? რაღაცა ილუსტრირებული ვერსია მაინც დაბეჭდა, ისტორია მაინც მოუყევი ამ ხალხს. არ ვიცი, ძალიან გულშემატკივარი. კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში. წარმოიდგინე რომ წიგნზე. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი. ის უნდა აღინიშნოს, რომ ისი არის დაპროექტებული, რომ აი მზე ძალიან თანაბრად შემოდის და კითხველს ხელს არ უშლის, რომ რაღაცა თვალი მოჭრას და ვერ მოახერხოს კონცენტრირება იმაზე, რასაც აკეთებს. 2002 წელს აშენებულა ეს ბიბლიოთეკა. და ეხა ყოველ დღე აი თანამშრომელმა მითხრა რომ 30,000 ფურცელს ადიჯიტალებენ ყოველდღიურად. წარმოგიდგენიათ შრომის მასშტაბები? ხედა ღამეო. ვსტავ ვერ ჩაგიყვანო იმ ადგილას, სადაც ეგ ხდება. ქააბა, რომელიც მდებარეობს საუდის არაბეთში და არის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილი. ნუ ალბათ ყველაზე წმინდა ადგილი მუსლიმებისთვის, რომლებიც მოკლედ ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ჩადის და მოილოცავს ხოლმე. და აი ეს შავი ქვის კარები არის, რომელიც როგორც მითხრეს, იხსნება ყოველწლიურად, ანუ ყოველწლიურად იცვლება და ეს არის ერთ-ერთი მოკლედ ერთ წელს შეცვლილი 80-იანებშიო დაახლოებით ესეთი ამბავი მითხრეს რა. ნახეთ რა სიგიჟეა. ყოველწლიურად რო ჰაჯის აკეთებენ, ანუ მიდიან და მოლოცვა ხდება ამ ადგილის. მოკლედ აი ეგ არის რა. აი ხა გაჩვენებ ძალიან სიგიჟეს. გულს რა უხარია, იცი, რომ შემოხვალ. და ქართული ასოები დაგხვდებათ აი ამ ადგილას. მოკლედ ამ არქიტექტურულ გადაწყვეტაში ისიც გადაწყვეტეს, რომ რაღაცა 100-მდე სხვადასხვა ენის ასოები და სიტყვები დასვეს. და აი ხა ჩვენი ნახეთ როგორი გამოკვეთილია. აი ლუს ხედავთ? ძალიან მიხარია რომ იქ არის. ძალიან ბედნიერი ვარ. ამოიწურა ჩვენი დრო ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ყოფნის. აი ხა წავიდეთ და სხვა რაღაცეები აღმოვაჩინოთ.
სუყურეთ აქ რა ხდება. აბა ჩავედით კატაკომბაში და ნახოთ რა ხდება. ეს კატაკომბა ძალიან შემთხვევით იპოვეს ერთ ადგილას ჩავარდა ვირი 1900 წელს, როგორც აღწერაში ვკითხულობ. და მაგის მერე მოკლედ დაინტერესდნენ რა იყო და მერე აღმოაჩინეს რომ თურმე ყოფილა 1800 წლის წინანდელი სამარხი. ესეთი ხვეული კიბეებით ჩავდივართ ქვემოთ, რაც ნუ ასევე აღწერაში არის, რომ ყველაზე მიუთითებდა რამდენად ტექნოლოგიურად წინ იყვნენ იმდროინდელი ეგვიპტელები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი რომაული გავლენების პერიოდშია გაკეთებული. ეს არის პირველი დარბაზი. ოღონდ ეს არ არის ხა მთავარი დარბაზი, მთავარი დარბაზისკენ მივდივართ და ცოტა ხანში გამოჩნდება. ეს არის დარბაზი A. კაი, ჩავედით ქვემოთ დარბაზში. ეს არის დარბაზი C. ეს წარწერები არ იქნებოდა ურიგო პატარა აღწერები, დისკრიფშენები, რომ ესე ბურცელზე ამოვიპრინტათ. კიდიც არ არის. აი, ხომ გონი ჩავდივართ მთავარ დარბაზში. აბა, აქ რა გვაქვს? ისკო შევიდე შიგნით. რა ხდება აღონ არ ვიცი. აი კვიაცები არიან. რა აქედან შეძურნენ თუ საიდან ეგ არ ვიცი. გონი აქედან შევიდნენ? ოუ, არ ვიცი, მაგრაც ხელა. ხო, -3 სართულზე ვართ ეხა, მაგრაც ხელა. Where are you from? From Georgia. Where are you from? Egypt. Egypt, okay. What's your name? My name is Ahmed. Ahmed. My name is George. Yes. What's your name? Sulaiman. 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 Okay. Nice Nice to meet name. you. You're welcome in Egypt. Oh, so many thanks. So, guys, it's the central part of this catacomb, right? See. Yes, because I was there and looking what was that. Yeah, and I thought that it was the right road to come here, and then I discovered your shoes and then turned back and came here. Yeah, so you're a guide here working or just for visiting, right? Yes. Just tourism. Okay, okay. Thank you. აჰა. იმედი არ ცემს ძა. მაქინა. აი ეს ნახეთ. აი აქედან უშვებდნენ მიცვალებულებს და ჩაყავდათ ქვემოთ. და მერე ანაწილებდნენ სტატუსების მიხედვით სხვადასხვა ოთახებში. წარმოიდგინეთ, რო არა აბსოლუტურად შემთხვევითი შემთხვევა, რომ 1900 წელს აქ ვირი ჩავარდა, წარმოდგენა არ გვექნებოდა დიდი ალბათობით ამ კატაკომბის შესახებ. რომელიც 1800 წლით თარიღდება. კიდე გადავიხიდეთ. აი, ესე გამოიყურება. ნუ Instagram-ზე ხა თავისი ფილტრებით და რობერტ სტურუას გაფორმებებით და დრამატურგიით, ხო იცით? უფრო განსხვავებულად ჩანს, მაგრამ მე ვცდილობ ყოველთვის, რომ ძალიან რეალური, აუთენტური სახე დაგანახოთ. ამის ძალიან ჩემი რჩევა იქნება ეგვიპტის კულტურის სამინისტროსთან, რომ
ძალიან გთხოვთ, გემუდარებით, რაღაცა დაპრინტეთ, მინიშნებები, ცოტა ისტორიები, მით უმეტეს ამდენი ტურისტი სტუმრობს და არ ვიცი, უფრო გაცილებით უფრო კაი იქნება და გაცილებით უფრო ინფორმატიული. იმიტომ რომ გიდით ვინც მოდის აქ, იმის ბიზნესი ისედაც არ გაჩერდება თუ ეგ არის განზრახვა, რომ რაღაცა ძალიან არ ინფორმატიულად არ გადატვირთოთ და გქონდეთ რაღაცა დაუტოვოთ გიდებსაც შესაძლებლობა, მაგრამ ჩვეულებრივმა ჩვენაირმა ხალხმა რა ვქნათ რა. გიზელი fake მენტებისგან განსხვავებით, ძალიან კაი მენტები შემხდნენ აქ. არავინ ფულს არ გთხოვს და ყველა ადგილას ეგვიპტეში ეგრე არის. გიზის გარდა, აი წეგან მაგაზე ველაპარაკებოდი ასევე ჩვენ ორ ეგვიპტელ მეგობარსაც. მოკლედ აი ესეთი ამბავია რა. თხრობაში დახელოვნებული მანდამაინც არ ვარ. მგონია რომ რაღაცეებს დროთა განმავლობაში დავხვეც, ამიტომ კრიტიკულად მანდამაინც არ შეაფასოთ ჩემი ეს ცდილობა, რომ რაღაცეები ხანდახან მოგიყვეთ. კამერასთან მაინც ჯერჯერობით არ ვარ ისე შეთამაშებული, როგორც საჭიროა, მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება. კაი, წავიდეთ, ეხლა წინ ძალიან ბევრი რამე გვაქვს და ნახოთ, აბა, ჯერ უნდა ვჭამო. აი, ესე გამოიყურება, ეხლა ვცდილობ პოლიციელმა არ დამინახოს, იმიტომ რომ თხოვა რომ არ გადაიღო. აი, ესე გარეთ არის სამარხები გამოდებული და ხელისშეულება არ აწყობდა. ხელისშეულება არ იქნებოდა ურიგო. იდენტიფიცირება რომელ საუკუნეში იყო, რომელი ოჯახი შეიძლება განისვენებდა, ჯარისკაცი საფლავი იყო თუ ვისი საფლავი იყო. ბევრი რაღაც დეტალი არის რა და მოკლედ კაი ინვესტიცია დახატავდა აქაურობას. იმიტომ რომ არ არის ხელწამოსაკრავი ადგილი. 1800 წლის წინანდელი კატაკომბის ფუფუნება რო გაქ რო აღმოაჩინე და შენ ტერიტორიაზე იყო. უფრო მეტ მოვლას იმსახურებს ჩემი აზრით. აი ესე გამოიყურება ეზო. როგორც ჩვენ გვიწევს ხოლმე იამების დამახსოვრება რა. ქუჩებში სადაც ხშირად დავდივართ. ზუსტად ეგრეა გაზაპირებული ჩვენ ძღოლს იამები და ნახე ხა კოლივით გასრიალდეს. დაკვირვება მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა, რომ ბეირიპოვი ეგვიპტეში მანქანას, რომელსაც ან გასმული არა, ან ცოტა მოტყლეჟილი არ არის. პროსტა თეორიული შანსი არ არის და ნუ აქ ლაპარაკი არ არის 40 წლის და 50 წლის წინანდელ მანქანებზე. ყველაზე ახალი მოდელებიც კი, იმიტომ რომ შეუძლებელი არის გასმის გარეშე ალბათ ყოველდღე ამ სიგიჟეში ატარო. აი, დააკვირდით მანქანებს ხა? Правда. შანსია. ან თეორიული შანსი არ არის, პატარა მოთმობია. მე თუ მიქეები მაგარი დაფასებულები იქნებიან ამ ქალაქში. და ამ ქალაქში სავარაუდოდ. აი, წინაც აგერ კარებთან უკან ხონუ შედარებით ახალი მანქანაა, ხა ის კი არა მათ შეგვიძლია. ისეთი წესი არის დარების და ისეთი გადარჩენაა, რომ შანსია. მენა პალიოვკაში ამოსაპარნავია. თავიდან მეგონა რომ რამე განსაკუთრებული ამბავი იყო. 1-2 ავარიას რო შევესწარი და გადავიღე და რაღაცა, მაგრამ ეხლა იმდენჯერ მოხდა ჩემს გარშემო, რომ ძალიან ყოველდღიური ჩვეულებრივი ამბავი მგონია მისალმებასავით.
მეტყობა ხო ისე ბოლო დღეები რო არის მოგზაურობის. ძალიან გამოვიფიტე, ძალიან დავიღალე, მაგრამ არა უშაო საქართველოში ჩავალ, ძალებს აღვიდგენ და გაცილებით უფრო მომზადებული და ენერგიული და გაცილებით უფრო დახელოვნებული ახალი ტრიპი დაიგეგმება. ძალიან მალე. ხო და ამ მე-15 საუკუნეში აშენებულ ციტადელთან მივავალ. რომელიც დგას იმ ადგილას, სადაც იდგა მსოფლიოს მეორე საოცრება ალექსანდრიის შუქურა. იგივე ფაროსის შუქურა. მერე გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, იქ ცოტა მიწისძვრები, ცოტა ისინი და დაინგრა. და მე-15 საუკუნეში მოკლედ ააშენეს იმისთვის, რომ ქალაქი ბევრად უფრო დაცული ყოფილიყო. ციხესიმაგრე, რომელიც პირველი შემხვედრი ნაგებობა იქნებოდა დამპყრობებისთვის. და უნდა მივიდეთ მანდ და ვნახოთ. მგონი ლოდინაც უნდა ხირდეს. რა ვიცი, ესე მითხეს და. აუ. სიგიჟია. ძალიან მაგარია. small რა მათქმე უნდა ჩემ. რა სანელებლებს იყენებენ ეგეცას არ როჭამ სალადინი მგონია ჩემი თავი. მეგონა ისტორიის სიღრმეებში მისთვის ხოლმე. რაღაცა ეგეთი ბრძნული კოლუთებით მინდა რომ ლაპარაკი დავიწყო. მაგრამ თან ისიც უნდა ვთქვა რომ ნეპოტიზმი ვაფშე არ არის. ეხლა ჩემს გარდა ტურისტი ვაფშე არავინ არ ზუსტად როგორც მოვედით იმ თანმიმდევრობით მიყვებიან და ისე მიაქვს საჭმელობა. რა ძალიან კაია, იმიტომ რომ რამდენიმე ადგილას შევხვდი რა თვალის ჩაკვრა და მოდი ჩემთან მეგობრებთან და რაღაცა აი მოიცა ჩაგახედოთ ეხლა აქ რა ხდება. აჰა ყველი პომიდორი ბულგარული და საქონლის ხორცი. რაღაცა კუბდარივით ვაიმე ამბავს მოვაგენით და ნახოთ რა ნამდვილად ღირდა ლოდინი. აი ხა იმედია ქარი არ არის და თუ ქარი როგორ არ არის, მაგრამ იმედია ძალიანაც არ შეგაწუხებ. ამას უყური. და სიგიჟია. დალამაზია. მეთევზეების გემები ცოტა ტურისტებისთვისაც. აი იქ არის ციტადელი, სადაც იყო დრო, როცა ალექსანდრიის შუქურა იდგა. და ეხლა წავიდეთ და იქიდან გადმოვიხედოთ. იმედია შეგვიშვება. ქალაქის ისტორია კი იცით, ალექსანდრე მაკედონელს უკავშირდება ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნეში და მაგის მერე იცით, რომ ალექსანდრეს იმპერია, უზარმაზარი იმპერია დაიშალა 4 ნაწილად. და ტოლემეებს შეხვდათ ეგვიპტე და შესაბამისად ეგვიპტელების მართვა აქ გააგრძელეს ტოლემეების დინასტიამ და ბოლო დინასტიის წარმომადგენელი იცით, რომ იყო ძალიან საინტერესო და ესეთი კონტროვერსიული ხალი კლეოპატრა, რომლის გარდაცვალების შემდგომაც უკვე რომა შთანთქა მთელი ეგვიპტე და დაიწყო რომაელების მმართველობა. How much? No, first price. 60 pound. 60. 50, Khamsat. Let's go. Khamsat. Okay? You are Egyptian? Yeah, half Egyptian. Okay, let's go. Where are you from? I'm from Georgia. Georgia. No Russia. No Russia. In Georgia, most of taxis are Toyota Prius. Yes, Toyota Prius. Like George. How much it cost? How much? $3,000. Okay.
$3,000 დაგათრევინებო რა ამ ლადას. It's very expensive. Expensive. Yes. Because taxi. License. Taxi. Okay. Licenses გამო. Lada. Yes. Lada. No taxi? Yes. How much? 2,000. 2,000. But it's expensive. How much you earn salary? 1 month. صاحب العربية. Okay. صاحب عربية مستر صبحي. تمام. عاوز 200 جنيه في اليوم. 200. 200. Okay. أنا لما أشتغل في اليوم ممكن أعمل 500 جنيه. 500. غاز بنزين. Petrol how much? Petrol 100. 100. 200. Okay. Mr. Subhi. Yes, the owner. Okay. 200. 200. Okay. რას მიყურებ თქვენც ეგრე არ გესმით? საათი დაგვრჩა დაახლოებით კაიროს საერთაშორისო აეროპორტამდე და ჩეკინსაც მოვასწრებ 2 საათი არის კიდე. თხა უნდა გავიაროთ შლაგბაუმი და როგორც დავაკვირდი გასვლა გამოსვლაში გჭირდება ჯამში 20 ფაუნდი. ეხლა ჩამოვედი სტამბოლის აეროპორტში 8 საათიანი შოვალედი მაქვს და მოკლედ ვიფიქრე რომ დაგელაპარაკებოდით და რაღაცნაირად შევაჯამებდით ჩვენ ტრიპს. პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ იყო დაუჯერებელი 2 კვირა, თავგადასავლებით სავსე და თქვენს მომსწრე ხართ და ჩემთან ერთად ყველაფერი ნახეთ. ძალიან გული მწყდება იმ ამბავზე რომ ვერ ავსახე ყველაფერი რაც შეიძლებოდა რომ გადამეღო ან ის რაც გადავიღე ვერ გადავიღე ისე როგორც შეიძლება საჭირო იყო. ყველას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ამდენი ხნის განმავლობაში მიყურეთ როგორც გითხარით. მიუხედავად ბევრი გასვლებისა და მოგზაურობებისა მსოფლიოს გარშემო ეს იყო პირველი ჩემი მცდელობა კამერა ამეღო ხელში და აგერ 15 დღეა უკვე რაც ბლოგერი ვარ. რაც ნუ რა თქმა უნდა არ არის იმისთვის საკმარისი რომ დავდო ის ხარისხი რაც მე მინდა რომ დავდო და ის მოლოდინები რაც თქვენ გააქვთ უკვე ვიცი რაც არის და დარწმუნებით და დაბეჭითებით გეუბნებით რომ შემდეგი გასვლა იქნება გაცილებით უფრო მაგარი და გაცილებით უფრო დააპგრეიდებული და გაუმჯობესებული. iOS 10,000 იქნება, იმიტომ რომ უკვე დაიდენტიფიცირებული მაქვს ყველა ხარვეზი, რაც მქონდა ბლოგების განმავლობაში. ვიცი, რაზე უნდა ვივარჯიშო და რა უნდა გავაუმჯობესო და მოკლედ ჩემი კამერასთან ურთიერთობის უნარჩვევების დახვეწას მიეწყნება ის შუალედი, სანამ ახალ ქვეყანაში წავალთ. თუ რომელ ქვეყანაში წავალ, ამას ძალიან მალე გეტყვით და მოკლედ ბევრ საინტერესო ამბებს აღმოვაჩენთ მსოფლიოს გარშემო ერთად. მაქსიმალურად ვეცდები რომ დაგანახოთ აუთენტური ხარე იმ ქვეყნის, რომელშიც ჩავდივარ და ვისაუბრო ცოტა განსხვავებული პერსპექტივიდან და არა ისე რაც ეხა ტრენდული არის. მოკლედ ყველას დიდი მადლობა. ერთადერთი თხოვნა მაქვს რომ გამოიწეროთ და დაალაიქოთ და გააზიაროთ ჩემი არხი George from Georgia, რომლის ისტორიაც იცით, საიდან შეიქმნა და საიდან დამებადა ეგ აზრი და ყოველთვის ეგვიპტე იქნება ამასთან დაკავშირებული. ეგვიპტესთან იქნება ეს ამბავი დაკავშირებული და დანარჩენი ნახოთ. ეგვიპტის ტრიპს რაც შეეხება იყო სიგიჟე 15 დღის განმავლობაში თავგადასავლებით სავსე. კი ნახეთ რაც გამოვიარე და რა ხალხთანაც მომიწია ურთიერთობა. მოკლედ ერთ-ერთი რამის თქმა შემილია, რომ ღმერთმა დალოცოს ეგვიპტე და ეგვიპტელები და ჩვენი დიდი community და დანარჩენი მოკლედ წინ არის ძალიან მალე დავაანონსებ ახალ ქვეყანას, სადაც გაცილებით უფრო მომზადებული და დააპგრეიდებული წავალ. თქვენ იცით რომ გამაძლიეროთ და мотиваცია მომცეთ, რა უნდა გააკეთოთ ამისთვის. ასე რომ მომავალ შეხვედრამდე.